გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით უკვე გაკეთებული კარდანით. ჩვენ გავაკეთეთ კარდანი და თუ რა გავაკეთეთ ამას უკვე შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ, იმიტომ რომ ეხა უკვე წეროვნის ბანზე ვარ და რატო ვარ წეროვნის ბანზე გეტყვით. როცა ლანჩი ჩავრთეთ და გავედით და კარდანი გაგვიფუშა, მაგ დღეს ვაპირებდით საღამოს კოლოფის ნასტროიკას. ანუ კოლოფის ნასტროიკა ხავქონდა დარჩენილი და უკვე ლანჩიდან 0-ას გავტესტავდით. 6 თვის განმავლობაში ველოდებოდით ლანჩის ჩართვას, ლანჩი ჩაერთო და კარდანი გაწყდა. მაგრამ დღეს ვართ წეროვნის ბანზე, ჯერ კოლოფს სწავლება უნდა გავატაროთ, ზეთის ტემპერატურა უნდა იყოს 85 გრადუსზე და ეხა ვაგრილებთ, იმიტომ რომ ცოტა გაგვიცხელდა. ჯერ სწავლებას გავატარებთ და მერე უკვე დავიწყებთ კოლოფის ნასტროიკას და ვნახოთ, ერთად ავჩქარდებით თუ ვერ ავჩქარდებით, გამოჩნდება ყველაფერი დღეს. ეხა კარდანი გვეგონა რა სწორად ქონდა გაჩერებული, მაგრამ ცოტა ან ზემოთ ან ქვემოთ და დაჭერის მომენტში კორპუსზე ედება კრისტალინა. ეხა ვცდილობთ რომ შაიბები დაუდოთ, რომ ცოტა დაბლა დავწიოთ. რომ სწავლება ყველაფერი გავატაროთ უსაფრთხოდ და მე უკვე გავასწორებთ მაქსიმალურად და რავი, აი ესეთ სიტუაციაში ვართ ჩვენ და დათუნაც. არა ძმაო, ალმატურა იყო იმ ტრაქტორის გვერდზე ესე ამოწეული და ასე იყურებოდა. მოთხით მოვტასაო და წამოვეცვი კი არა იქნება, წამოვეცვი ძმაო, ზეთის რადიატორით წამოვეცვი და ეგ ხო იცი ხა კარონკაზე რაც აყენია რადიატორი წინა. M-ზე ეგ არის ძრავის რა. ხო. საგაიფოთ წამოვეცვი მაგ ალმატურას. შეიძლება კარდან მოიგებს საბოში. ნაცო. რატო უკაროზე ხარ? წირო იჯეკი ექშიში არ მქონდა? აბა გადაიტანე ერთხელ დავაჭიროთ ეს რასშობა. რაში გადავიტანო? ისე. მაგათი მესამე გავცეთ ჩადოთ ერთი. просто მივაჭირო? просто მივაჭირე, ნახოთ ერთი როგორ გადართავს საერთოდ. რომელი სიჩქარე და მესამედან? რომელი არის კიდე? დავეცით. თავისით გადართავს ხო? შედარებით უკეთესია. მესამედან გავუშვი. ნიუტონს ხედავს, მეც არა. ეგ კაია თუ ცოტა? დია, ცოტა. 2 ნიუტონი არის. ანუ რა გჭირს ეს? ცოტა გავასწორო. ჩეკაში. ეგ მას მევასწორე. ეს კოლოფის ნასტროიკა ცალკე ისე აქვს. რამდენი რაღაცა უნდა ჩი. სულ ხედავს. ბუს საერთოდ ვერ ხედავს ეხა ხო? ბუსტის მიხედვით იმაში 500 ნიუტონი არაფერი არ არის. ბუსტი რაც მეტია, მას გადართვის სიჩქარეს უპატავს რა. ხო. ეს იქ ხედავ რამხელა შრომატევადია ყველაფერი. ძრავის ნასტროიკა, კოლოფის ნასტროიკა, მე რაღაცა გაგიბიჭდება, მე ის უნდა გააკეთო, მე ისევ თავიდან უნდა გამოხვიდე და რავი, ეს ეღამებს ვათენებთ ხოლმე და აი შეხედე გარბეც რომ გადიხარ. ხო და მთელი წელი რომ ესე შრომობ, რაღაცას აკეთებ, ღამეებს ათენებ და დრაგის წინა ღამეს და დრაგის წინა დღეს რომ კიდე ძრავი გიგვიშდება და მე ის კიდე ცალკე საჩალიჩო გაქვს, საწყობი გაქვს და კაროჩი. მე რას ვამოვიცი, ეს კარდანი რო გაწდა რა, ბარი ხომ მქონდა დაშლილი. აქ რამე რო ჩახსნილი მქონდეს და შეუერთებელი, აქ დაწერდა ერორს, ხო იას? არ დაეწერა, მაგრამ იმითი კომპიუტერში რო ერორებს წერდა და იმას ხო არ წეს. შევიდე, მაგითო გითხარი ხო არ ვნახოთ. მაჩერი ვაფშე. ძრავის კომპიუტერში უნდა შევიდე და ერორები ვნახოთ თუ აქვს რა. ბუსს ვერ ხედავს კოლოფი რა და მაგის ბუსტის მიხედვით ასტრაფებს გადართვას რა. ეს გადართვები არ მოგწონს და
აი ამას წერს ეხა. ზეო დავაჭირო. ზეო მოიცა გავიდე ერთი. წავედით. დაინახა. დავაჭირო. დავედით. ცოტა უშნოდ რა დარტო, ხო? დავედით. შედარებით უკეთესი იყო. აი მესამედან მეოთხე კარგად მიცა შედარებით. დავედით. საც ისეთი დაგვერტყვა, რომ ვეღარ მივხვდი სიჩქარეში. დაგნევდა თუ იამაში ვარდებოდით. არა, ცხელდება რა. ცხელდება და რაღაცა მაგ გაგრილებასთან მოჭველი ხვდება. ვაფშე და ეს მაშინ მევადა გავიარე, კარგად ხდება. სუპირველად? პირველად. ხო. ეხლა მე მაგრამ მოუმატე სიჩქარე და აჰა. და ამაზე უკეთესად თუ არა მინიმუმ ეს ერთავდა. ხო. და რომ გავიარე და ზეთი ხوار დაიბრიდა თქო და ხوار ვაბუიხარ მუსაობს ეხლა ყოლო. ეხლა მუსაობს? ანუ აი გადარწყვიტოს მუსაობს. ხო, არა, გამორიცხული. თან ბიჭო, ესე არადიოდა ტემპერატურა. იმენ არადიოდა. ან გაგენ, მოდი ვაშ გაჩერებ, წებ ნახავენ მას ხულოს. კულერს ზეთის? ვაფშე ცივია, ხო? ანუ არ გამოდის. ო, ანუ თერმოსტატი არ უშვებს ეს. გაიჭედა თერმოსტატი. ბიჭო, აი მაშინ რო გიდრომუტა ორჯერ გამიფუჭდა. აუ, იცი რა შეიძლება ვაფშე, ეგ შეიძლება თერმოსტატი ისია გაჭედილი, რომ შეიძლება ვაფშე წესიერად არ ადაროს. ხო და მაგასო გიდრომუტა რო ორჯერ გაფუჭდა თერმოსტატში ხო არა სტრუშკა და გაჭედა რა და პროსტო დაკეტილია და всё. დაკეტილიც არა, შეიძლება ვაფშე გაჭედილია და ვაფშე არ დაკეტილზეა და არის წესიერად, იმიტომ რომ რაღაცა წნევა დაბალია თვითონ რა ეგეთია შედია რა. ხო რა ფაქტია ადრე მუშაობდა, უეჭველი ვიცი რომ მუშაობდა რა, იმიტომ რომ ეგ თერმოსტატი რა. და მოსახსნელია. იმიტომ რომ მე რო ტემპერატურებს მიწერდა, ხო? ძრავის კომპიუტერში კაროპის ტემპერატურას უყურებდი რა და იმენა მუშაობდა 86, 87, სუა ესე იდგა ხო. არა, ძო გახენულია, ვაფშე გახენულია. ხო, ანუ ზეთი არ. გახენულია. ვაფშე მოუხსნილ აქ თერმოსტატს და ეგა. წავედით ბეს. ერთი კომენტარი შეიძლება. თამბოქსა. ბიჭო, გაგრილებასთან რა, ანუ გაგრილებასთან გვაქვს პრობლემა, ეხლა კაროპკა რო ბოლომდე მივიყვანოთ ნასტროიკა, გჭირდება კაი გაგრილება, ანუ კაროპის ტემპერატურა, ანუ ზეთის არის ეხლა 109 გრადუსზე რა და არაა კაი რა, 109 გრადუსზე. თერმოსტატი ჩვენ რამოდენიმეჯერ ყოლოფი რო გაგვიფუჭდა, ანუ და გიდრომუტა სტრუშკა სავარაუდო თერმოსტატში შეტანილი და გაჭედილია რა და ვეღარ იხსნება, იმიტომ რომ წინ რადიატორი სუცივია და აქ ტემპერატურა გვაქვს 109 და ესე არ უნდა იყოს. ის უნდა იყოს ეხა ადუღებული რა, ცხელი უნდა იყოს, ხელს ვერ უნდა ადებდე რა. გადადის. დედა? ბუსტი რომ მოვიდა, წავიდა. ანუ არ უშვებ მანქანას. აი ეს დაიმართა უეჭველი მაშინ. არა, მაშინ იმენა რედლაინზე დაჭდა. ხო და გაზ გაუშვი ეხა თორე დაждდებოდა. აი დააგვირდი პროსტა, ეხა ხო არაფერს არ ვაწვალებთ ამით. აი ტორმოს რო არ გაუშვა, მანქანა არ წავა, ხო? ხო, აი უყურე ხა. რა ავტომ დაუყურო დაჟიგანი სავარაუდო მოუმატა და მაგითო. ხო, მაშინ ეს ისტორია რაც მაშინ ეცედა. ზუსტად იგივეა. და იგივე დაიმართა უეჭველი. ო, მაშინ გადავიდა ეტყობა რა.
მაშინ ეხა აქ ხო ეწერება რამდენზე ადის, უკვე რამდენის მერე იწყებს წასვლას, აი ეგ ბუსტი ხო აქ. დაკვირდი? 10-ის მერე. 11 და ეგრევე 17-ზე გადადის. ესე მაგარი. 3000-ზე მოსწოდა დაიჭირე. გაუშვი 3000. ვერ ვიკავებ. არა, წელიწადს. ხელი გაზი. აი 30% მაგ როსელი გახსნილი. 20 გახსენე. აი ზმო. არ იკავებს. იმენა 4000-ზე მიდის. ნუ იყოს 4 აი რა. და პროსტო აქ არ მოვიყვანა იმას რა. ხელი გაზი თქვენი რა 30% და პროსტა გაუშვი და აი დააკვირდი რას, იცი? აი რამდენი ხნის მერე მოიჭიდე, ხო? ჯერმაცალი დაუწიო მე აქ. ტორმუზ და ამას ერთდროულად გაუშვა, ხო? ხო, ეს არ ჭირდება, ეს პროსტა რომ ჩართა უსიო მე ტორმუზი. ეხა ხო ჩართულია და ეგა. ჩართულია, ხო მემაცალე. უნდა დაულანჩო და ეხა თუ კიდე კარდანი მოვა. არა, ეგრეა. არა, ეგრე ძალიან არ დაულანჩა. რო არაფერი არ მოხდება. ნახევარი გაზი. არ მოხდება არაფერი. არაფერი არ მოხდება ვარ. კიდე გაწყდა? წინაზე ჩვენ რაც დაულანჩეთ და გადავრჩით და არ მოხდა არაფერი, ეხაც დამიჯერე გადავრჩები. ოკეი. იქ მოხდა ხა ისა, კარდა. კუზაოს, ხო? კუზაოს მოხდა. არა, ხო? მაგის. ეხა ვაფშე ძალა არ დადგომი ეხა. ხო, ანუ მალევე გაუშვი რა და ხელი გაზი მქონდა. კიდე გაწყდა? ეხა გადარჩა რუჩნოდ. არა ეხა რა მქონდა რა ფაქტურად გაზი არ გეჭირა მანქანაზე. ეხა ვაფშე ძალა არ მიგუტანე. ანუ დაჯერო გაუშვი გაზ შევათხელე კიდე რა. აი რავი 40% არ მიდგა გაზზე და რო ისავხენი. ხო. ალიო. ამოტრიალდით და თბილისისკენ მიმავალ გზაზე ვდგავარ, მე მგონი ისევ კარდანი გაწყდა რა, უეჭველი რაღაცა მოუვიდა, მაგრამ რა მოუვიდა არ ვიცი. ვა, ბიჭო, ამა რა ტვინი წაიღო ამ კარდანმა ჩემი დედა. აი ხა მოვა ბიჭები თუ გინდა დანგრადე წამოვწევ და შევხვდე. წინაზეც იქ ხო არ მოვიდო და მაგითო ხო არ დაღუნა კარდანი. არა, წინაზე ეს კარდანი ვაფშე არ ეყენა. ეს კარდანი არ ეყენა, მაგრამ რაც ეყენა. ძალიან დიდი ადგილი აქვს სტოკში თავის იმას, იმიტომ რომ ამას როგორ აქ იცი? რაღაც წრიპინებს, ხო? ო. ო, რაღაცა თითქოს ბუქსაობს. ხო. პარკინგში ნახევა თუ შვება. მაგრამ რო დავდივართ რატო ურტყავს კარდანი? ანუ კაზანი ხა გაწყვეტილია. ხო. შეიძლება ერთი არა, გაწყვეტილი, მე მგონი ვოლტები რო შაიბები რო დაუდეთ, ის ხო არ მოგლიჯა. მე ვფიქრობ პადვეს მოიმოგლიჯა და აი ესე. ხო, იმიტომ კუთხეს ძალიან დიდი მშრობა აქვს რა. შეიძლება ის ბოლტები რო დააგზელეთ ხო, მაგრამ 10 ჯერ დავაჭირეთ და ერთი ვიბრაცია არ უქნია და რაღაცას ხო იზამდა უეჭველია რა. ხო, მაგრამ დაჭერაზე მაგას ძალა არ ადგება. ადვესნოის ძალა ადგება დარტყმასი რა. ხო, დარტყმიდან და სტარტიდან, რომ ამხელად წონის წაღება ვწ. ხო, დარტყმა რაც აქვს რა, თორემ დაჭერილზე პლავნად აჭერდა ის ტრიალებს რა. დაჭერებული როა და უცებ რომ მოძრაობაში რა მოიყვანო, თუ კუთხე არასწორად არის იმის, ეგრევე დაარტყმის რა. ეგრეა ჩემო ძმა. ისევ და ისევ კარდანი, მაგრამ მაინც ახლა გადავამოწმოთ. შეიძლება არ პადვესნოი იყოს მოწყვეტილი და პროსტო ეგდოს და რო ტრიალებს კონტროლ და ის ხვები არ ქონდა რაც წინას. ო, არა, ის ხვები სხვა ის. მაგრამ საქმე იგივეში გვაქვს. მოგლეჯვა იყო. ის იმენა მოგლეჯვა. მოგლეჯვა იყო. იმან ჩვენი ხელის რუჩნოიც გაიყოლა და ყველაფერი. დეიტანჯნები წერდა. ხო, ესე ვარ სულ რა, სულ რა, ანუ ეგრეა ძმაო, რა, ამხელა პროექტს რო აკეთებ, ანუ ეგრეა რა. ანდელი ძალამები და ვიღაცა ზის და ვიდეოს უყურებს და მარტივი გონია ყველაფერი, ვიღაცა ზის და ტრაქს უყურებს ორგარბენს და მარტივი გონია ყველაფერი, მაგრამ მაგ ყველაფრის უკან და მიღმა ჩვენ ესე
ვწვალობთ, ღამეებს ვათენებთ და არა, ვერ გაგწის. აი ხა ისეთი ადამიანი არ არსებობს, რომ აი 1500 ცხენი რო გინდა ამოიღო და ხო იციოდი რომ კარდანი გაგიფუჭდება, ანუ ეგ ბაზარი ეგ ბაზარი BMW-ს ინჟინერმაც არის ის რა დააყენოს 1500 ცხენზე და ეგ რო ვიღაცა მიცოდეს, რავი, ეგეთი როგორ გამოუშვებდა ხო 1500. ბიჭო, უშვებენ კიდევაც, არიან კიდევაც ვინც ის, მაგრამ ეგეთი არის, რავი, მსოფლიოში შეიძლება 100 კაცი და ეხა საქართველოში ეგეთი ჯერ არავინ არ არის და ჩვენ ვიწყებთ უკვე მაგის გაგებას, რა ჯანზე რა უძლებს და ხო, ელასტიურს ხო შედის სამოთავი, იმის უკანაც იყო, არის ასე. აი, ეგ დატოვე იმპაქტის ძველი ის. ო, მაგრამ აი ამ ხელა ადგილი, აბა ელასტიურზე მე დამეჭირა. ეცე ფუძელა. არის სურათ გადა. ბიჭო, ხო, მაგრამ ზალა არ იყო ვაფშე, ძმაო. მოიხოდა ძმა მაგარ. ხო, ბესო იმენა. ბესო იუთუბერობას თავს დაანებებს გადაღებობას და რაღაცას და თავის პროექტს აწყობს. შენი იმდენი ვიდეო გაქვს უკვე გადაღებული, ერთი სოროკი უნდა აწყო უეჭველი. ამ ვიდეოს to be continue აქვს. თუ რატომ ხარ? პირველ ხო, რაც დავდეთ იმის გაგრძელება. ანუ დღეს ვერაფერს ვერ შვებით და ეს ვეღარაფერს ვერ შვებით, წინა ვიდეო ხო დავდეთ. ხო, წინა ვიდეო ხო დავდეთ, იქ ხო ვერაფერი ვერ ვქენით. ქალაქიდან ვერ გამოვიდეთ. ამ ვიდეოში ქალაქიდან მაინც გამოვიდეთ, წეროვანში ვართ რა და ეხა სახში დაუბრუნდებით უკვე ალბათ ევაკუატორი. ნახავდით ვიდეოში, მოვედით ჩვენთან ავტოსერვისში, ცოტა ძალიან გაგვიგრძელდა ევაკუატორს ველოდეთ. მერე გზა, მერე საიდანღაც გვატარა, მერე მთელი თბილისი შემოგვატარა და ბოლო-ბოლო მოგვიყვანა ჩვენ საყვარელ სერვისში რა. რაც შეეხება ეხა მაშხალები რომ გავხსნიდი, მაგრამ ვერ ვხსნი ვერაფერს, კარდანი მაქვს გაღუნული. კაროჩე, ხუმრობა, ჩვენ მაინც კაი ხასიათზე ვართ და მაინც არ დავნებდებით ამ კოლოფს, მაინც მივაგნებთ, გამოსავალს ვიპოვით, აუცილებლად დავილანჩებით და გავფრინდებით. ხომ გითხარით გაფრინდები? ხომ გითხარი, გაფრინდები ან მეთქი? ეხლა ცოტას დავისვენებთ და საკ გუნებაზე და საკ ჭკუაზე მოვხსნით კარდანს და არაფერი არ არის შესაძლებელი გადასაკეთებელი, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ უკეთესი კარდანი დავაყენეთ, გამძლე კარდანი დავაყენეთ, პრობლემა არის ლანჩის დროს ძალიან დიდი უდარი გადადის კარდანზე და მაქსიმალურად შევესწრებთ ახლა რომ ამ ლანჩს გვერდია უაროთ და ტრანსბრეიკით იქნებ რამენაირად ეს ავტომობილი დავძრათ, მოვაჭიდოთ და იმ აბაროტს მივაღწიოთ, რა აბაროტიც გვჭირდება. მეგობრებო, ესეც ხდება კი არა და სულ ესე ხდება ამ ხოლა ჯანიან მანქანაში. ყოველთვის არის პრობლემები რა. იდეაში ჩვენ მთელი ჩვენი რაც დავიწყეთ ეს პროექტები, ესე ვცხოვრობთ და ესე ვართ. ანუ ეს არის ჩვენი საყვარელი საქმე და ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ამით არ გავჩერდებით. ანუ თუ ვინმე ფიქრობს, რომ აი რაღაცამ ძალიან ტვინი წაიღო, რაღაცამ ძალიან ტვინი შეჭამა, ანუ ეგ შეიძლება თქვენთვის იყოს ეგრე და თქვენ ფიქრობდეთ ეგრე, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღურად ამ საქმეს ვაკეთებთ, ამ საქმეში ვართ და ამ პრობლემებით ვსწავლობ და ამ პრობლემებს გამკლავება ჭირდება და აუცილებლად გამკლავდებით. ეხლა კი ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, ჩვენ დავისვენებთ და თქვენ რამოდენიმე წამში უკვე ნახავთ თუ რა დაიმართა ჩვენს მეორე მსოფლიო დონის პროექტს.
როგორც გითხარით, რამოდენიმე წამში ნახავდით თუ რა დაიმართა ჩვენ 340-ს. დღის განმავლობაში ჩვენ ცოტა დავისვენეთ, პარალელურად სერვისში საქმეები მქონდა, საქმეები ამოვწურეთ და საქმეების შემდეგ უკვე გათავისუფლდა პადიონიკი და ავწიეთ ჩვენი 340. ეხა ერთად ვნახოთ თუ რა მოუვიდა ამ დილით გამთენიოს ბანზე ჩვენს კარდანს უკვე მეორეჯერ. ნახავთ ერთად. სანამ ბიჭები დაშლიან, ეხა ალექსო უცებ მოხსნის კარდანს, მანამდე ეს ტრეკავოი 340 რაც გითხარით, ქვემოდან რო გიტარებს ვაყენებდით, არ იყო ყველა დაყენებული რა და ეხა მინდა რომ გაჩვენოთ აი ესენი ბიჭო დააფიქსირე. ანუ ეს გიტარები და ამორტიზატორები BC Racing-ი ბოლო თაობა აყენია. თავის დამატებით რეზერვუარი აქვს, რომელიც ძალიან მაგრა უწყობს მუშაობაში ხელს. და მოდი აქედან აი აქედანაც დააფიქსირებ ეს ანუ ყველა გიტარა რაც კი აქვს მანქანას, ყველა ჩავანაცვლეთ შაისიანი გიტარებით. ერთადერთი გიტარა რომელიც არ შევცვალეთ არის რაზე ძამბარა დევს. ნუ ამ რასპორკებს რასაც ხედავთ ეს თვითონ ტრეკაუი მანქანას სჭირდება, როგორც გითხარით, რამოდენიმე წრის მერე ეს პერედოკი, ეს კუზაო რო ცხელდება, იწყებს არასტაბილურობას და არასტაბილურობა რო არ ქონდეს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევკრათ მანქანა რასპორკებით, გიტარებით, შაისებით, რომ მდგრადი და მაგარი იყოს და საკაიფო მანევრი ქონდეს. რა დრო აი ამ 20-30 კრუგს რო გააკეთებ, ერთი და იგივე რეჟიმში რო იყოს მანქანა და ყოველ მომდევნო კრუგზე რო სხვანაირად არ მოგიწიოს მოსახლეობის შესხლა და ყოველ მომდევნო კრუგზე არ მოგიწიოს მანქანის სხვანაირად გატესტვა რა. მაქსიმალურად ვაკეთებთ ხის ყველაფერს რა. დათუნას რაც შეეხება დათუნა იქეთ სოროქშეზზე გატრუბულ ტრუბას ხსნის და აყენებს ქარხნულ ვიხლობს. რატო? იმიტომ რომ კანონია ესეთი. ტვინი რო აღარ მოვ ალექს, რა გჭირს? შენი აზრით ყუმბარა გადარჩა? არა. ყუმბარა არა გადარჩენილი? ხო, ამ შემთხვევაში ბესიკ გადავრჩით. წინა შემთხვევაში უკანა კარდანი იყო აი ამაში გადაწყვეტილი. ეხლა უყურია სიტუაცია. ეს სტოკი არის პატარა ზომა. რაც ჩვენ ხო დიდი კარდანი დავაყენე და გადაკრებული გქონდა. ეს სტოკი დავუტოვეთ წინა თავი, რომ ელასტიურზე დამდგარიყო რა, ამ კარდანს სხვანაირი თავი ჰქონდა და ეს გავაძლიერეთ. ძალიან სქელია თვითონ მასალა, ამას ვეღარ მოერია და რაც სტოკი დავუტოვეთ პატარა, იმაში გაგვიღუნა ამ ეტაპისთვის. ეხლა მაგასაც მოვაგვარებთ, რომ ეგეც უფრო, რავი, ძლიერი იყოს, მასალაც და ყველაფერი რა, რომ იგივე შემთხვევა არ მოგვიდეს, მაგრამ ლანჩის თემა, როგორც გითხარით ვიდეოში, დიდად არ მომწონს, მირჩევნია ტრანსბრეიკზე ვიზრუნოთ, ისევ გიდრომუტაზე ვიზრუნოთ და გიდრომუტა ჩამოვიტანოთ ისეთი, რომელიც ამა 5000 აბაროძი და ტორმუზი გაზით უფრო უკეთესად დავიძვრებით და უფრო ნაკლებ ზიანს მივაყენებთ ამ ყველაფერს, კარდანს, ყუმბარებს და ხიდს. ამ შემთხვევაში გადავრჩით გაწყვეტისგან და ნუ რა გადავრჩით ამის გამო გაუჩერდით, ვეღარც კოლოფი დავანასწროიკეთ, ვეღარაფერი ვერ ვქენით წესიერად, ნახავდით ევაკუატორით წამოვედით სახში. დაგვათენდა, რავი და ყველაფერი შეგვემთხვა რა, ანუ ეს ხდება ხოლმე. ჩვენ ამას მიჩვეულები, შეგუებულები ვართ და ესაა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ჩვენ ამით ვსწავლობთ, ნასწავლი ეს თავიდან არავის არ გვაქვს. თუ რაღაცა პრობლემებს არ მივაწყდებით და წავაწყდებით და პრობლემებით არ ვისწავლით, ეგრე რავი, ცენტრიდან უშვებენ მანქანებს და ისინი ბუშტება და სატესტო რეჟიმში ყავთ და თავიდან აკეთებენ და თავიდან ასწორებენ მომდენო წლებში და რესტაილინგებში და ჩვენთანაც ეგრეა რა, რაც უფრო მეტი ჯანია, მით უფრო მეტი პრობლემაა. თესლი ჩემი რეკლამები არ ძნაო რა ესე. ამას რო შევავსებ რა, ამ რეკლამებს. აქედან არც ერთი არაფერი არ მიყენია ჩემ მანქანაზე, მაგრამ მაინც რა, ამაზად წკაბ და ხო, ცოტა დიზაინი შევცვალეთ, ფერების, ახალისო რაღაცა მოუწესრიგი, ზაფხული მოვიდა და ესენჩი არის ეს. ხო, მაგები, ეხა დრაგები და რაღაცაები რო იყო, ხო აზე ხარ, მაინც მაზდა არეტევა ხო ხედა. მაზდა. მაზდის გასაღები ჩამოგვიკიდა ბესომ. მე შენ უკან ზეთში არ ჩავარდებ, თხილად იყავი და მე შენ მაინც გაყინინებ 340, B58, როგორც დაგპირდი. და მაგ მონაწერებს მე გავაგზავნე ლუკასთან, შენ რო 340 სიტყვა მაყიდინეო და გრაფიკულად ლუკას ჩავასმევინებ მაგას. ო, რა შეეხება ჩვენ 340, მოდი ჩავხედოთ ეხა კაპოტში. წინა ვიდეოში გითხარით, რომ გაჩვენებდით ტურბო სისტემა, რაც შეეხება ტურბო სისტემას, ტატო ფუხაშვილთან, ტატოსთან აიწყო ტურბო სისტემა.
900-იანი турბო აყენია და მანქანას ეხა აქვს სადღაც 880-900 ცხენამდე. ცივი კოლექტორი ამაზე software market-ი აყენია, საწვავის სისტემა ამაზე დამატებითი აყენია, დამატებითი კომპიუტერიც აყენია, მაგრამ სულ ბოლომდე ამ მანქანის განხილვა, იმიტომ არ მინდა ამ ვიდეოში, რომ ამ მანქანას როგორც კი მოვარგებთ ტრეკზე და აი დაურწმუნდებით, რომ უკვე ყველაფერი მაგრათაა და კარგათაა და ეხლაც კარგათაა, მაგრამ ცოტა ნიუანსები გვაქვს, ცოტა გამოსასწორებელი, ამ მანქანას გადავიღებთ ტრეკზე და დეტალურად ვიბაზრებთ და ვიტყვით ყველაფერს აბსოლუტურად იმ ვიდეოში. ჩვენ წინა ვიდეოში ვახსენეთ და გითხარით, რომ გალუკა და ნიზი მქონდა ბარადაში დატოვებული, ანუ ბარადაში მქონდა ნიზი დატოვებული ჩასაგილძად და ისევ ბარადაშია ჯერ არ მოგვიტანია, მზად არ არის. გალუკა მქონდა ელიავაზე დატოვებული პრიცილკაზე, მოხეხვაზე, ანუ რაც კი ჭირდება, ანუ შემოწმება წნევაზე, შლიფოვკა, აი აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, რა კლაპნის პრუჟინებიც ჩამოვიტანეთ, კლაპნის პრუჟინებიც დავაყენეთ. პორტირება გავაკეთეთ კიდე გალუკაზე. პორტირება გავაკეთეთ გერმისასთან გლდანში, გერმისამ გააკეთა გლდანში პორტირება. მოდი ბესო გაჩვენო ახლოდან. პორტირება აუცილებლად საჭიროა გალუკისთვის, რომ რაც უფრო მეტი ჰაერი შევა, მით უფრო მეტი ბენზინი ჩაისხმება ცილინდრში და მით უფრო მაგარი ჯანი ექნება და რაც უფრო მეტი ჰაერი შევა და სწრაფად შევა, მაღალში უკეთესად ივლის მანქანა და ეს ზოგადად როგორ მოწმდება, იცი ახლა შუქი უნდა ავანთო და აი მოდი, არა ახლა დიდად არ გამოჩნდება, უკვე კლაპნები აყენია. მოდი, ნახე, ჩანა, ნახალაზია გადიდებული. ნუ ახლა სტოპი არა გვაქვს აქ ადგილზე, თორე ნახავდით რა, ძალიან დიდი პორტირება გავაკეთეთ. რადგან ძალიან დიდი ტურბო გვიგია ჩვენ 340-ზე და ბევრი ჰაერი უნდა ჩაუტანოთ ცილინდრში, რომ ძალიან მაგრა ვიაროთ. პორტირება რისთვისაა და მაღალში, რომ მანქანამ ძალიან მაგრა იაროს და არა მარტო მაღალში რა, რაც უფრო მეტი ჰაერი ჩადის ცილინდრში, მით უფრო მეტ საწვავს ითხოვს და რაც უფრო მეტი ჰაერი და საწვავია, ჯანიც უფრო მეტი ამოდის მანქანიდან, ანუ ძრავიდან რა და მაღალში კიდე აი 200-300 როცა ზომაო, აი 200-300-ში დადის ძალიან მაგრად რა, ანუ სწრაფად შედის, სწრაფად გამოდის. ცილინდრშიც ნაკლები ტემპერატურა რჩება, რაც უფრო ახალი და ცივი ჰაერი ჩავა და რაც უფრო ძველი მალე გამოვა და პატარა სტოკი დირკები არის ძალიან პატარა რა და უჭირს ჩატენვა და უჭირს გამოსვლა და რაც უფრო გაადიდებ, მით უფრო მალე ჩავა და მალე გამოვა რა. იდეა აფეთქებას თავისთავად, რაც უფრო მეტი ჰაერია, მეტი საწვავი და მეტი ჯანი და მეტი ცხენია. ეხლა მოდი გაჩვენო ეს ზამბარები. ზამბარები რაც ჩამოვიტანეთ ესენი რა, უკვე დავაყენეთ, გალუკა გამზადებულია. ყველაფერი მზად არის. ერთადერთი ეხლა დაგვრჩა ნიზი, ნიზ ბარადიდან რო წამოვიღებთ, რამოდენიმე ნაწილს ველოდებით ამერიკიდან, ეგენის მამასობაში ჩამოვა და დავიწყებთ კოკაძრავის აწყობას და კოკაძრავის აწყობას რო დავიწყებთ, გადავიღებთ როგორც დაკვირდეთ წინა ვიდეოში თავიდან ბოლომდე კოკაძრავის აწყობას, გადავიღებთ ყველაფერს აბსოლუტურად და თქვენც ნახავთ თუ რა გავაკეთეთ და რა ვაწყობთ. ეს ვიდეო მეგობრებო დასასრულს მიმოახლოვდა, რაც შეეხება გუშინ ვამოწმებდი YouTube არხზე, რომ 63% გამოწერის გარეშე გვიყურებს. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამომწერები, ძალიან მნიშვნელოვანია რომ უნდა დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და თუ რამე გაინტერესებთ უყურე, მკითხეთ კომენტარებში დაგვიწერეთ და ჩვენ აუცილებლად გადავიღებთ, ავხსნით, ანუ მაგალითად აი როგორ უნდა ავაწყოთ 1000 ცხენიანი S55. ანუ მაგალითად მომყავს ხო ხვდებით მეგობრებო, აი ესე რომ რაღაცა უცებ ვიღაცამ ერთ და იგივე 10 კაცმა არ დაწეროთ, ანუ დაწერეთ კონკრეტულად რა გაინტერესებს, იმიტომ რომ ეხა თავიდან ბოლომდე ამ მანქანას როგორ კეთდება რა გავაკეთეთ, ერთ ვიდეოში ვერ ჩავტევთ და ვერ გადავიღებთ. ერთი კითხვით დაგვიწერეთ კომენტარში თუ რა გაინტერესებს და მაქსიმალურად შევესწრებით შემდეგ ვიდეოს რო გადავიღებ და ჩავწერთ.
რომელიმე კომენტარი ავირჩიოთ და 1-2-3 კომენტარს უპასუხოთ თუ როგორ კეთდება და რა შესაძლებლობები აქვს ამ ყველაფერს ძრავისთვის, მანქანისთვის და აჩქარებისთვის და ყველაფერში. რაც შეეხება მანქანას, ამ მანქანის სერვისის ვიდეოს შემდეგ ვიდეოებში დავდებ და დარწმუნებული ვარ თქვენს გაინტერესებს, იმიტომ რომ ეს მანქანა ბანზე, დინოზე, ქალაქში, რავი, 15-20 კილომეტრი გავლილი აქვს და ამ დონის პროექტს და ამ ჯანის პროექტს სერვისი ჭირდება, აი ეხლა ჩვეულებრივ მანქანას რო ჭირდება მაგალითად 60,000-ზე, ამ მანქანას ჭირდება 15-20,000 და კაკრას უწევს ეხლა ამ მანქანას სერვისის ჩატარება და ძრავის ამოღებას, გახსნას, თუ რა მდგომარეობაში კლადიში, რას პედალი შეიკები, მეც მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ თქვენს გაინტერესებთ. ყველაფერს ვიხილავთ ერთად შემდეგ ვიდეოებში. გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხი, გადააზიარეთ, დაალაიქეთ. რაც უფრო მეტი გამოწერი გვეყოლება, რაც უფრო მეტი კომენტარი გვექნება, რაც უფრო მეტი კითხვა გვექნება, ჩვენს უფრო მეტ ვიდეოს გადავიღებთ, ჩვენ უფრო მეტს გიპასუხებთ და ვილაპარაკებთ თქვენთვის და გაჩვენებთ რა ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს აბსოლუტურად, რავი, მაქსიმალურად გადმოგცემთ ცოდნას თუ რაც შეეხება ავტოსპორტს და ამ ხელა დონის მანქანებს. მე კიდე გემშვიდობებით და კარგად იყავით.